სისხლსამართლობრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ადამიანისთვის, რომელიც ამბობს იმას, რომ აი მაგალითად პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს, ან პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს. ეს იქნება ძალიან არსებითი და უხეში ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში, რომელიც დაცულია ჩვენი კონსტიტუციით, დაცული არის ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლით და ზოგადად მიღებული არის ეს ორი სხვადასხვა სამართლებრივი სტანდარტი არსებობს, მაგრამ ორივე მათგანი ამბობს, რომ თუ პირი არ თავისი გამოხატვით არ ქმნის არსებით აშკარა და მყისიერ საფრთხეს ნებისმიერი სხვა ადამიანის რაღაცა ჯანმრთელობის ან სიცოცხლისთვის, არ შეიძლება ამ ადამიანის სისხლსამართლობრივი წესით კი არ საერთოდ დასჯა. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც უბრალოდ წერს სტატუსს და ამბობს, რომ აი ჩემი მოსაზრებით, აი კონკრეტულად ბატონი გორდულაძე მაგალითად არ არის ლეგიტიმური პარლამენტის წევრი, არ შეიძლება რომ ეს ადამიანი ექვემდებარებოდეს სისხლსამართლობრივ პასუხისმგებლობას, ეს დაარღვევს ადამიანის უფლებების ყველაზე ძირითად პრინციპებს. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ყველაფერს, რასაც ეს ადამიანები წერენ კანონებში, რომელთა დიდი ნაწილის აღსრულება მათ თავადაც ვერ მოახერხეს, არ გაითვალისწინონ იმდენად, რომ შეცვალონ საკუთარი მეტყველება. თვითცენზურა არ შემოიღონ და გააგრძელონ საკუთარი აზრების გამოხატვა იმ ძირითადი უფლებებით სარგებლობა, რაც ჩვენ მონიჭებული გვაქვს არა რომელიმე პარლამენტის წევრის კეთილინებისგან, არამედ რომელიც როგორც ადამიანებს გაგვაჩნია ბუნებითი სამართლიდან, ჩვენი კონსტიტუციიდან და ჩვენი სულიერებიდან გამომდინარე.